ახლა კი გაგაცნობთ დაზუსტებული ინფორმაციას, წინასწარ ინფორმაციას, რომელიც ბათუმის 79 ოლქმა მოგვაწოდა 35430 ამომრჩეველი, სწორედ ამდენი ბათუმელი მივიდა დღეს საარჩევნო უბანზე და დააფიქსირა თავისი პოზიცია. საერთო ჯამში კი ბათუმში 122000 ამომრჩეველი რეგისტრირებული. პირველი ტურის შემდეგ ეს მაჩვენებელი 10%-ით ნაკლებია. 15 ივნის არჩევნებზე ბათუმელების 36% მივიდა, დღეს კი მხოლოდ 26. ბათუმის 79 ოლქის იურისტი აცხადებს, რომ ამ არჩევნებზე აქტივობა საშუალო იყო. ოლქში 101 უბნიდან მხოლოდ 1 საჩივარია შესული. გვაქვს ყველა უბნიდან მონაცემი, ჯამი არის 34430 ამომრჩეველი, ეს არის საერთო რაოდენობის 26%, ანუ 10%-ით ნაკლებია ვიდრე პირველ ტურში. პირველ ტურში გახსოვთ 48000-ზე მეტი ამომრჩეველი იყო მონაწილე. გამოწვეულია იმით, რომ მეორე ტურში ორი კანდიდატია, მხოლოდ პირველში იყო 11, ასევე უნდა აღინიშნოს, რომ დღეს ძალიან ცხელოდა. რამაც გავლენა იქონია. საერთო ჯამში არ არის დაბალი აქტივობა 34000 ადამიანმა მაინც მისცა ბათუმის მერის არჩევნებში ხმა.